And I would even go so far as to say მე უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ, ვინაიდან ყველა ომი ერთ დღესაც მთავრდება, თუ ეს პრობლემა, რომელიც უკრაინის შიდა დინამიკას ეხება, არ მოგვარდება, სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება. the situation will not be any better. Thank you very much for being with us. დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დავიწყებ პირველი შეკითხვით, რომლის შესახებაც თქვენ სხვაგან არაერთხელ გისაუბრიათ და ასევე ამ საკითხს ვრცლად განიხილავთ თქვენს წიგნში უკრაინის ტრაგედია. ეს ეხება რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის ნამდვილ და სიღრმისეულ მიზეზებს. წიგნში აღნიშნავთ, რომ ამ კონფლიქტს გრძელვადიანი დინამიკა ახასიათებს და მას შიდა პოლიტიკური საფუძვლები აქვს. თუ შეგიძლიათ, რომ უფრო ვრცლად განმარტოთ, რას ნიშნავს ეს? So could you also now elaborate on that, please? Most Western analysts focus on the დასავლელი ანალიტიკოსების უმეტესობა ამ კონფლიქტის გარე აგრესიის ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა როგორც მე ამ წიგნში ვწერ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ასეთი თავდასხმა საერთოდ შესაძლებელი გახდა, იყო უკრაინის შიგნით არსებული დანაწევრება და გახლიჩილობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცნობილ ფრაზას თუ გავიხსენებთ, შიგნიდან გახლეჩილი სახლი მყარად დგომას ვერ განაგრძობს. და სამწუხაროდ უკრაინის ისტორია მის შექმნამდე, პირველ მსოფლიო ომამდეც და მის შემდეგაც კონფლიქტების ისტორია იყო. ეს იყო კონფლიქტი უკრაინის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის. ზოგიერთი ცდილობდა მისი მეზობლისგან გამორჩეული ყოფილიყო და ისინი ესწრაფოდნენ ეროვნული იდენტობის გაძლიერებას პოლონელების, რუსების, ებრაელების თუ უნგრელების წინააღმდეგ. ისინი საკუთარ ქვეყანაში, ანუ უკრაინაშივე, საკუთარ თავს მკაფიოდ მიჯნავდნენ ყველა ამ ეროვნებისგან. დანარჩენები კი, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის მრავალეროვანი იყო და რომ განსხვავებული ეროვნების ადამიანები აქ ყოველთვის თანაცხოვრობდნენ. ხოლო ამ დაყოფების გამოკვეთა ყოველთვის სოციალურ კონფლიქტს გააღვივებდა. 1991 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ეს დაძაბულობა უკრაინის პოლიტიკურ დისკურსში იკვეთება. ეს იყო მზარდი ნაციონალიზმი და ისეთი ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ მონოლითურ და მონოეთნიკურ უკრაინაზე. ეს ჯგუფები მათ წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი, ვისაც თანამედროვე უკრაინა მრავალეროვანი და თუნდაც ფედერალიზებულ ქვეყნად წარმოედგინა. დღემდე ამ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება არ გადაწყვეტილა და ჩემი აზრით, მას დიდი წვლილი მიუძღვის იმ ომში, რომლის მომსწრენის ჩვენ ამჟამად ვართ. მე უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ, ვინაიდან ყველა ომი ერთ დღესაც მთავრდება, თუ ეს პრობლემა, რომელიც უკრაინის შიდა დინამიკას ეხება, არ მოგვარდება, სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება. the situation will not be any better. So this is part of the discussion. ეს საკითხი იმ დისკუსიის ნაწილია, რომელსაც თქვენ წიგნში უწოდებთ ულტრამემარჯვენეობის ფატალურ მიზიდულობას. სხვაგან ამ შიდა დინამიკას ასევე უკრაინის ულტრამემარჯვენედ გადაქცევას უწოდებენ ხოლმე. რა არის ისეთი, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებმა და თუნდაც საქართველომ ისწავლონ უკრაინის ამ გამოცდილებისგან? The example უკრაინაში ექსტრემისტული ნაციონალიზმის აღზევების მაგალითი ლოგიკურია. ეს პირველად ჯერ კიდევ 1920-30-იან წლებში მოხდა და ამის შედეგი მეორე მსოფლიო ომი იყო. მე არ ვარ პირველი, ვინც ამაზე საუბრობს, მაგრამ ბევრი ცნობილი პოლიტოლოგი, მათ შორის რეალპოლიტიკის მამა ჰანს მორგენთაუ, მიუთითებდა, რომ ნაციონალიზმი პოლიტიკურ რელიგიას ჰგავს, ვინაიდან ის მოითხოვს მსგავსი ტიპის უპირობო მორჩილებასა და მოწიწებას საკუთარი ღირებულების მიმართ. ნაციონალიზმის შემთხვევაში ეს ღირებულება მხოლოდ ერთი ერის უპირატესობას შეეხება. ეს საბოლოოდ ქვეყნის შიგნით ცხადია კონფლიქტს წარმოშობს, ვინაიდან ნებისმიერ ერს, მიუხედავად იმისა თუ როგორ ჰომოგენურად გამოიყურება იგი გარეგნულად, ჰყავს წევრები, რომელიც ამ ერში სხვა ერებიდან ემიგრირდნენ. მსოფლიოში არც ერთი ერი არ არსებობს, რომელიც ნამდვილად მონოეთნიკურია. უამრავი შერეული ოჯახი არსებობს და როდესაც შენ იძახი, რომ ერთადერთი ნამდვილი ხალხი, რომელიც იმსახურებს ნამდვილ ქართველად, ნამდვილ უკრაინელად ან ნამდვილ მექსიკელად წოდებას, არის კონკრეტული ტიპის ხალხი, მაშინ შენ ქმნი ექსკლუზიურ კატეგორიებს და ავტომატურად პოლიტიკური აპარტეიდი იწყება. ამის შედეგად საზოგადოებაში წარმოიქმნება დაყოფები. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არამხოლოდ ქვეყნის შიდა დაპირისპირებებს აღვივებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის, არამედ ის ასევე აერთიანებს უამრავ ხალხს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან სწორედ სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს
ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური ნორმები. ეს კი გავლენას მხოლოდ უმცირესობაზე კი არ ახდენს, არამედ საბოლოოდ მან ყველა ჯგუფი უნდა მოიცვას. მე აქ მახსენდება ჩემი პროფესორის, ცნობილი ბრიტანელი დიპლომატის მიერ მოთხრობილი ამბავი. ერთხელ ერთმა ბერძნულმა ქალაქ სახელმწიფომ საკუთარ საზოგადოებაში სრულყოფილი წესები შეიმუშავა. წესები იმდენად სრულყოფილი იყო, რომ მათ გადაწყვიტეს ისინი აღარასდროს შეეცვალათ. შედეგად ერთი თაობის შემდეგ იქ აღარავინ დარჩა. მათ ან ერთმანეთი გაანადგურეს კონფლიქტების შედეგად, ან გაიქცნენ. აი ეს არის ნაციონალიზმის პრობლემა. ეს არის ერთიანი წესები ყველასათვის და ამ წესებს ყველა უნდა მოერგოს. წინააღმდეგობა შეუძლებელია, ან უნდა წახვიდე, ან ეს წესრიგი უნდა დაანგრიო. Leave or overthrow it. You just mentioned this exclusive. თქვენ ახსენეთ ნაციონალისტური პროექტის ექსკლუზიური ხასიათი, რომელიც ცხადია, რომ ზოგიერთ ჯგუფს გამორიცხავს, ხოლო სხვებს ამ ჯგუფის წევრებად მოიაზრებს. როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ამ ექსკლუზიურ პროექტში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოკავშირეები? ანუ ვგულისხმობ ისეთ ჯგუფებს, რომელთაც ჩვენ ულტრამემარჯვენეებად არ ვიცნობთ და არ მივიჩნევთ, მაგრამ ისინი მათი მოქმედებებით ულტრამემარჯვენეების გვერდით დგანან. Being in alliance with the far right groups. In Ukraine, in particular, although I don't უკრაინის შემთხვევაში ეს შემდეგნაირად მოხდა. თუმცა აქვე დავამატებდი, რომ ეს ალბათ მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რადგან ეს არის ის, რაც ტიპიურად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ ის ემიგრანტები, რომელთაც გარკვეული იდენტობა და წარმოდგენები შეინარჩუნეს იმ პერიოდში, როდესაც მათ იძულებით საბჭოთა კავშირის დატოვება მოუწიათ. მათმა ნაწილმა დასავლეთში წარმატებას მიაღწია და გარკვეული თანხებიც დააგროვეს. შემდგომ კი დაიწყეს ნაციონალისტური ჯგუფების დაფინანსება ემიგრანტული ორგანიზაციების მეშვეობით. დასავლეთ უკრაინის შემთხვევაში ნაციონალისტურმა ჯგუფებმა ამ ხარდაჭერით დაიწყეს ბავშვთა ბანაკების ორგანიზება, სადაც ნაციონალისტური და მილიტარისტული სულისკვეთებით ხდებოდა ბავშვების ინდოქტრინაცია. სავარაუდოდ მათი საბოლოო მიზანი მაშინ სულაც არ იყო ულტრამემარჯვენე დიქტატურის შექმნა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ბევრ მათგანს, ვინც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გაიქცა საბჭოთა კავშირიდან, საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი თუ რა ნეგატიური შედეგი მოიტანა ნაცისტურმა რეჟიმმა და მათ ამის ჩანაცვლება უნდოდათ, მაგრამ პოლიტიკური შეზღუდვები აღვიძებს ექსტრემიზმს. ახალგაზრდები იმ ზოგიერთ კარგ იდეას, რომელსაც ფრთხილად და ზომიერად უნდა მიუდგნენ, თავიანთი ახალგაზრდული ენთუზიაზმით ბოლომდე მიჰყვებიან ხოლმე და ამბობენ: მივიყვანოთ საქმე ბოლომდე, დავტოვოთ მხოლოდ სწორი ადამიანები და შევქმნათ იდეალური საზოგადოება. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რადგან როგორც მოგვიანებით ყველა ხვდება, ასეთი სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია. ხოლო მისი მიღწევის მცდელობას მძიმე შედეგამდე მივყავართ. ეს იწვევს საზოგადოების გახლეჩას და საზოგადოება იწყებს ჯგუფების მიხედვით ერთმანეთის იდენტიფიცირებას. შენ იმ რეგიონიდან ხარ, ან ამ ჯგუფიდან ხარ, ესე იგი შენ ცუდი ხარ. იქმნება ახალი პრობლემათა ჯაჭვი, რომელიც პირადი, ემოციური და კულტურული მგრძნობელობიდან პირდაპირ პოლიტიკაში გადაიზრდება. directly into politics. I would like to connect this. შეიძლება თუ არა რომ ეს საკითხი 90-იანი წლების შემდგომ წარმოქმნილ ელიტას დავუკავშიროთ. ანუ უკავშირდება თუ არა ეს ნაციონალისტური პროექტი იმას, თუ როგორ წარმოიქმნა ელიტები პოსტსაბჭოთა უკრაინაში. Soviet period. I think so. And დიახ, ვფიქრობ, რომ უკავშირდება, თუმცა არა პირდაპირ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ელიტებს სურთ ძალაუფლება და გავლენა. ამიტომ ძალაუფლების ძიების პროცესში ისინი, მიუხედავად იმისა, თავად ეთანხმებიან თუ არა, მანიპულირებენ და მოქმედებენ სხვის აზრებზე. მაგალითად, უკრაინაში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ოლიგარქებს თავიანთი პირადი შეხედულებების გამოაშკარავების აუცილებლობის გარეშე აქვთ ინტერესი, რომ ერთი ჯგუფი მეორესთან დააპირისპირონ. ისინი აფინანსებენ იმ რეგიონებს, სადაც გავლენასა და კონტროლს მოიპოვებენ და იყენებენ ამ გავლენას სხვა რეგიონების ან ამ სხვა რეგიონების ოლიგარქების დასასუსტებლად. ამისათვის კი ისინი ხშირად მიმართავენ ყველაზე საბაზისო ნაციონალურ ან რელიგიურ განწყობებზე თამაშის სტრატეგიას. ეს ჯგუფი სხვა ენაზე საუბრობს, რუსულად ან უნგრულად ან პოლონურად საუბრობენ სახლში, მაშინ ისინი არ არიან ნამდვილი უკრაინელები, ისინი არ არიან სანდუები. პირადად ჩემთვის ცხადი არ არის, რომ ოლიგარქებს სურთ ერთი ან მეორე ტიპის საზოგადოების შექმნა. თავარი ის მოპოვებასაც ისინი ცდილობენ, ეს არის საკუთარი დომინაცია და ძალაუფლება. ამისათვის ისინი ნაციონალიზმით მანიპულირებენ და მას პოლიტიკური და ფინანსური მიზნების მისაღწევად იყენებენ. financial objective for themselves. My next question would ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება უკრაინასა და საქართველოს შორის და ალბათ ასევე ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის არსებულ ზოგიერთ მსგავსებას. ლიტერატურაშიც, რომელიც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას ეხება, ხშირად საუბარია იმაზე, თუ როგორ გახდნენ ეს ქვეყნები გარე ზემოქმედებისადმი მოწყვლადები და როგორ ჩამოყალიბდა მათი შიდა პოლიტიკური დინამიკა იმ დისკურსების გავლენით, რომლებიც არ იყო ორგანულად აღმოცენებული ან ორგანულ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებული. როგორ ფიქრობთ,
რატომ მოხდა ასე და რატომ გახდნენ ეს ქვეყნები ასე მოწყვლადები ამ ისტორიულ პერიოდში, რომელსაც პოსტსაბჭოთა ეპოქა ეწოდება? We know as a post-Soviet Well, times. two things lead to this. One is ორი the მიზეზი არსებობს. პირველი ისაა, რაც თქვენ აღნიშნეთ. რეალური, დამოუკიდებელი, ქვემოდან აღმოცენებული არასამთავრობო ორგანიზაციების არარსეობა. ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაფერი სახელმწიფოებრივად იმართებოდა. ამიტომ ინდივიდუალური ინიციატივები არ ვითარდებოდა. ასეთი ტრადიცია ერთი ან ორი თაობის მანძილზე ყალიბდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ისინი გახდნენ დამოუკიდებელი ძალა, მიუხედავად იმისა, მხარს უჭერთ თუ არა მათ სახელმწიფო. რადგან ეს არ ხდებოდა, სამოქალაქო ალტერნატივაც სუსტი იყო. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ასეთი აქტივობის მიმართ შიდა მხარდაჭერის მოთხოვნა გაჩნდა, ასეთი შიდა მხარდაჭერა არ არსებობდა. ასე დროს ყოველთვის ჩნდებიან უცხოური ძალები და ამბობენ, რომ უი ჩვენ შეგვიძლია თანხების, რესურსებისა და ნოუ-ჰაუს გადმოცემა. ჩვენ დაუჭერთ მხარს კონკრეტულ ინდივიდებსაც კი და მოგაწვდით სახელმძღვანელოს სწორი მიმართულებით წასასვლელად. მაგრამ ეს ყველაფერი ახალი სულაც არ არის. ეს ზუსტად ის მოდელია, რაც ავსტრო-უნგრეთის იმპერიამ გამოიყენა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომამდე. მან რუსეთის იმპერიაში მცირე ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირა იმისათვის, რათა ავსტრო-უნგრეთის ინტერესები გაეტარებინა. იგივე გააკეთა გერმანიამ პოლონეთში და სუდეტის რეგიონში. ეს ცნობილი, მრავალჯერ გამოცდილი სტრატეგიაა. ვიღაცამ ერთხელ მითხრა, რომ რეალურად წმინდა უცხოური ომები არ არსებობს, რადგან ყოველ გარე კონფლიქტში, სადაც ერთი ქვეყანა მეორეს თავს ესხმის, არსებობს კომპონენტი, სადაც აგრესორი იყენებს მტრის შიდა სისუსტეებს. ანუ ყველა გარე კონფლიქტს აქვს ის კომპონენტი, სადაც გარე ძალა ეყრდნობა ზოგიერთი ადგილობრივი ჯგუფის მხარდაჭერას. ამიტომაც თუ ნამდვილად გინდა სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება, უმჯობესი იქნება საკუთარი რესურსების იმედად იყო და გარე მხარდაჭერაზე უარი თქვა. რადგან ყოველი გარე დახმარება თავისი ფასით მოდის. თუ ამას გააკეთებ, ამას მიიღებ. მაგრამ როცა გარე დაფინანსებაზე დამოკიდებულება ძლიერდება, საფასურიც იზრდება. ეს გარკვეულწილად ჰგავს ნარკოდამოკიდებულებას. თავიდან დილერი იაფად გაძლევს პროდუქტს, მაგრამ როცა ნარკოტიკი უკვე გჭირდება და მასზე დამოკიდებული ხდები, ფასები მკვეთრად იზრდება. ასე დამოკიდებულებას თავი უნდა აარიდო. უნდა იყო დიდწილად თვითკმარი, მაგრამ არა იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან. ყველა ქვეყანამ საკუთარი განვითარება პირველ რიგში საკუთარ ტრადიციებზე უნდა ააგოს და შემდეგ სხვებს შეხედოს. თუ იაპონელებს ან ტანზანიელებს კონკრეტული რამე გამოსდით კარგად, ჩვენ მათგან შესაძლოა ეს კონკრეტული რამ ვისწავლოთ. სწორედ ასე უნდა შეარჩიოს ქვეყანამ ის, რაც მის კულტურასა და ღირებულებებს შეესაბამება და გააუმჯობესოს ის პრაქტიკები, რასაც აქამდე აკეთებდა. ანუ რომ შევაჯამოთ, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზამკვლევს წარმოადგენს ერთის მხრივ იზოლაციაზე უარის თქმა, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარი ღირებულებების ცოდნა. guide in these matters. There is also some kind of დიახ, ამასთან ერთად არსებობს ამ იდეების გავრცელების პოლიტეკონომიური ასპექტიც. მაგალითად, ბოლო 30 წლის მანძილზე საუბარი გარე ძალებისა და ინტერესების გავლენის შესახებ ჩვენთან პირველად დაიწყო. თუმცა ჯერ კიდევ რთულია იმის სერიოზულად გაანალიზება, თუ ზუსტად რას ნიშნავს გარე ძალის გავლენა და როგორ უნდა განვმარტოთ მისი საზღვრები. თქვენ ახსენეთ უკიდურესობები. როგორ შეიძლება ამ უკიდურესობების თავიდან აცილება ამ დისკუსიისას? can bring. Well, the stronger the domestic ჩემი აზრით, რაც უფრო ძლიერია შიდა ღირებულების ბირთვი და მასზე კონსენსუსი, მით ადვილია იმის ამოცნობა, რა ეწინააღმდეგება მას, ან რა ვერ ერგება. ამ მოვლენას მე არ უწოდებდი ახალ ფენომენს. მე ვიტყოდი, რომ ეს უკვე საუკუნეზე დიდი ხნისაა. განსხვავება ტექნოლოგიაშია. ანუ დღეს ტექნოლოგიების საშუალებით უფრო მეტ ხალხზეა წვდომა და მისი გამოყენება შესაძლებელია ახალი იდეების სწრაფად გავრცელებისთვის. ხოლო ადრე უცხო და ახალი იდეების გავრცელებას წლები სჭირდებოდა და ამ ხნის მანძილზე იქმნებოდა შესაძლებლობა, რომ ამ იდეებზე შიდა და ბუნებრივი რეაქცია ჩამოყალიბებულიყო და ამის შედეგად წარმოქმნილიყო დისკუსია და დებატები. ახლა კი ინტერნეტის საშუალებით იდეები მყისიერად აღწევს ადამიანებამდე, რომლებიც ხშირად ამისთვის მოუმზადებლები არიან და არ იციან, როგორ უნდა უპასუხონ მყისიერად ასეთ იდეებს. ამიტომაც ზოგჯერ ისინი ამას აგრესიულად უარყოფენ და ხშირად რეალურ ძალადობამდეც კი მიდის საქმე. ან კიდევ ეს იდეები საზოგადოებაში ძალიან სწრაფად მკვიდრდება, უბრალოდ იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ. და უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმე ჭკვიანმა პროფესორმა ასე თქვა, შეიძლება ვინმე მყისიერად ეს ჭეშმარიტებად მიიჩნიოს. ასე უკრიტიკოდ მკვიდრდება ზოგიერთი იდეა. პოლიტიკაში უკვე აღარ არის საკმარისი დრო ფიქრის, განსჯისა და შეფასებისთვის. კარგი იქნებოდა, რომ გვესწავლა ფიქრისთვის უფრო მეტი დროის დათმობა, მანამ ვიდრე შეფასებებს გავაკეთებდით. მე არ ვარ ინფორმაციის წყაროების აკრძალვის მომხრე, მაგრამ კარგი და ჯანმრთელი იქნებოდა საზოგადოებისთვის თუ ადამიანები და გარკვეული საზოგადოებრივი მოძრაობებიც
თვითონ იტყოდნენ, რომ მაგალითად ინტერნეტით მხოლოდ 1 საათით ვისარგებლებთ დღეში. მე ბავშვების ინტერნეტის სარგებლობას ზედამხედველობას უწევ და მინდა აუხსნა ჩემს შვილებს თუ რა ხდება. შევძლო მათთან რეალური საუბარი იმის შესახებ, რასაც ისინი ინტერნეტში აწყდებიან. კომპიუტერული და მედია წიგნიერება უკვე გადაიქცა მოძრაობად, განსაკუთრებით ამერიკაში, მაგრამ ალბათ სხვა ქვეყნებშიც. ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფორმაციების ნაკადში დაკარგულები არიან. ამ ნაკადის ნაწილი ცხადია, სანდოა, მაგრამ ნაწილი სრული ფანტაზიაა. And some of which is just fantasy. Just a simple clarification. აქვე დავაზუსტებ, რომ როდესაც ვსაუბრობდი დისკუსიის გაჩენაზე ბოლო პერიოდში, უმეტესად ქართულ შიდა პოლიტიკას ვგულისხმობდი. საკითხი იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს საგარეო გავლენა, ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ახლახანს პრობლემატიზდა. ჩემი შემდეგი შეკითხვა ასევე საქართველოს უკავშირდება. როგორ ხედავთ საქართველოს როლს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში? ბევრმა საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა როგორც რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? How do you think about that? Well, my concern, my ჩემი პირადი საფიქრალი უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ადამიანების სიცოცხლე აღარ დაიკარგოს. ჯერა რომ საუკეთესო გზა ამის სწრაფად მისაღწევად პირდაპირ მოლაპარაკებაა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ შორის მოლაპარაკება არ შედგა, მე ვფიქრობ, ის არის, რომ პროცესში ბევრი სხვა მოთამაშე ჩაერთო. და როდესაც სხვა სახელმწიფოები ერთვებიან, ისინი იშვიათად მოქმედებენ კეთილგანწყობით. კეთილგანწყობილი ქმედება ერის სახელმწიფოს ბუნებაში არ არის. ერის სახელმწიფოს ბუნება საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობაა. როდესაც ვინმე მოდის და რაღაცას გთავაზობს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მათ სარგებელს ემსახურება და არა შენს გაჯანსაღებას. ამიტომ გლობალური სიტუაციისა და სხვა ქვეყნების ინტერესების კონტექსტის გათვალისწინებით, საუკეთესო იქნებოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს მიეცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაჭრენ ეს კონფლიქტი. მე ვფიქრობ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტში არ ერევიან, კომენტარებს არ აკეთებენ, რჩევებს და დახმარებებს არ აგზავნიან არც ერთ მხარეს, ყველაზე სწორად იქცევიან. ეს განზეყოფნის პოლიტიკა ალბათ ყველაზე სასარგებლო იქნება უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის. ყველა დანარჩენი ცდილობს ომის ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ პოზიციის დაკავებას და ამის შედეგად საბოლოოდ შედეგი დაუბალანსებელია. საბოლოოდ ხომ მაინც მხოლოდ ორმა მხარემ, უკრაინამ და რუსეთმა უნდა გადაწყვიტონ ის თუ როგორი ბალანსია სწორი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იქნებოდა საუკეთესო მიდგომა და მე ასეთ მიდგომას მივესალმებოდი სხვა ქვეყნების შიდა კონფლიქტების მიმართაც. იქნება ეს საქართველოში, აზერბაიჯანში და სხვაგან. პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა პრობლემისთვის თვალის გასწორებაა. შენ და მე თუ ვერ მეგობრობთ, უნდა გამოვარკვიოთ და ერთმანეთს ვკითხოთ, თუ რაშია პრობლემა და შენ რას ფიქრობ ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც შუამავალი ჩდება, ის ხშირად ხელს უშლის ამ უშუალო დიალოგს და ბარიერებს ქმნის პირდაპირ დიალოგისა და კონფლიქტის მოგვარებისთვის. ეს გარკვეულწილად გავს ოჯახურ კონფლიქტს. ოჯახურ კონფლიქტშიც შუამავალი შესაძლოა დაგეხმაროს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მხარეებმა უნდა მიიღონ. უნდათ ურთიერთობა თუ არა. Are they going to get along or are they not going to get along? That was actually supposed to be my last. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბოლო შეკითხვა, ანუ ის თუ როგორ ხედავთ კონფლიქტის მოგვარების გზას, მაგრამ ვინაიდან თქვენ უკვე შეეხეთ ამ საკითხს, მხოლოდ ერთ შეკითხვას დავამატებდი. როგორ ხედავთ ნატოს მომავალს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ? Ukraine conflict. Well, history tells us ისტორია გვასწავლის, რომ სტაბილურობისა და მშვიდობისკენ სწრაფვისას ქვეყნები ერთიანდებიან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციებში. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ამ ორგანიზაციების მიზანი უსაფრთხოებაზე შორს მიდის. ნატოს ევოლუცია შესაძლოა იყოს სწორედ იმ პრობლემის სათავე, რა პრობლემებით შემდგომ აღმოცენდა. მაგალითად, თავდაპირველად ნატო იყო თავდაცვითი ალიანსი. ის ამ მიზნით ჩამოყალიბდა და თავდაპირველად მას სერიოზული შეზღუდვები ჰქონდა. არანაირი სამხედრო ჩარევა არ უნდა განხორციელებულიყო ალიანსის ტერიტორიის გარეთ, ალიანსის წევრი ქვეყნების მიღმა. ამით უნდათ საბჭოთა კავშირის პროვოცირება თავიდან აეცილებინათ. მაშინდელი მიზანი მხოლოდ საბჭოთა ექსპანსიის შეკავება იყო. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მიზანი გაუქმდა. ამის შედეგად ნატო ინტელექტუალურ კრიზისში ჩავარდა. გაჩნდა შეკითხვა, რატომ ვარსებობთ? ქვეყანა, რომლისგანაც თავს ვიცავდით, აღარ არსებობს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს უამრავი ფინანსური და ადამიანური რესურსი ამის გასაგრძელებლად. და ნატოს მხარდამჭერებმა თქვეს, რატომ უნდა შევცვალოთ რაიმე? ჩვენ ხომ მოვიგეთ. მოდელი ხომ წარმატებული იყო. მოდი გავაფართოვოთ. სწორედ აქ უნდა გაგვეხსენებინა დიპლომატიური ისტორიის გაკვეთილები. როგორც კი ნატო გაფართოვდა, საჭირო გახდა ახალი მისია. და ეს ახალი მისია დასავლეთის დაცვა კი აღარ იყო, არამედ ეს იყო დასავლური გავლენების გაფართოება და დასავლური იდეების ექსპორტი. აქ დაიწყო აგრესიული პოლიტიკა, რაც გულისხმობს დასავლეთის იდეებისა და იდეოლოგიის ექსპანსიას. ამიტომაც ჩვენ მოწმენი გავხდით არა მხოლოდ ტერიტორიული გაფართოებისა, არამედ ვიხილეთ
სამხედრო ჩარევაც ნატოს ტერიტორიის მიღმა. ეს იყო იუგოსლავია, სერბეთი, შემდეგ ერაყი, ავღანეთი, ახლო აღმოსავლეთი. 2000-იან წლებში ვიხილეთ ექსპანსიისა და სამხედრო აქტივობების სხვა მაგალითებიც ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ანუ დღეს ეს აღარ არის ის ორგანიზაცია, რაც ოდესღაც იყო. თუმცა მისი მხარდამჭერები იმავე რიტორიკას იყენებენ, რასაც თავდაპირველად, რომ თითქოს ეს ისევ თავდაცვითი ალიანსია. დღეს უკვე სწორიც კი არ არის, რომ ამ ორგანიზაციაზე, როგორც თავდაცვით ორგანიზაციაზე, ისევ იმსჯელოთ. რეალურად დღეს ეს არის დასავლეთის საყრდენი როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ეს ცვლის მთელ სურათს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, არამედ ჩინეთისთვის და ეგრეთ წოდებული მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ბევრი ქვეყანა დღეს უყურებს ნატოს და სვამს კითხვას, ზუსტად ვინ ხართ თქვენ და რა გინდათ, რა ამბიციები გაქვთ. ნატოს ლიდერებს ღიად უსაუბრიათ. მოდი ნატო ლათინურ ამერიკაში ან აზიაში გავაფართოვოთ. ცხადია, ჩინეთი ამას ცუდად მიიღებს, რადგან ეს არღვევს არსებულ წესრიგსა და მისთვის ხელსაყრელ სტაბილურობას. ამიტომ კოლექტიური უსაფრთხოების მომავალს ხელახლა უნდა გადაეხედოს იმ ძირეული ცვლილებების გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში ხდება. ასეთი დიდი ცვლილებების დროს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის თავდაპირველი კონცეფციაც უნდა შეიცვალოს და ის შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი ყველა ქვეყნის ინტერესთან და არა მხოლოდ ერთი ჯგუფის ქვეყნების ინტერესთან. ნატოს შექმნისას გათვალისწინებული იყო საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ინტერესებიც. მათი დაშლის შემდეგ კი საჭირო იყო რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ ეს არ მოხდა. საჭიროა ხელახალი გააზრება და ახალ რეალობასთან მორგება. როდესაც ის გარემოებები, რომლებშიც შეიქმნა უსაფრთხოების სისტემა იცვლება, თვითონ სისტემაც უნდა შეიცვალოს. The security arrangement arose, change. Thank you very much. Thank you.